ნახნარ ადგილას ადგინებიათ. აქ. ნუ. ვიღუცებ. აუდიტორია 3 გაბიცულია. ყველგან პოლიცია, არსად სამართალი. ნოპეოს და მერვე დღე არის, რაც უნივერსიტეტში ვართ. წინაზე მე და კიდევ თესეუს ორი სტუდენტი დაგვაკავეს. დაუმორჩილებას გვედავებოდნენ, როდესაც უბრალოდ პულივიზატორებით წერდით. ჭავჭავაძის გამზირზე დაასრულე ივანიშვილის რეჟიმი, დაასრულე მილიცია და დაასრულე სიღარიბეს. უკვე მეორე თუ მესამე დღე არის დაჭერების მანქანები და სრული ასე მობილიზება არის პოლიციელების პარალისხმისა და ჭავჭავაძეზე. დიდი ალბათობით ყოველ დღე იმიტომ აყენებენ მანქანებს, რომ რაღაც ცოტა ის მომენტი გქონდეთ, რომ აი ჩვენ შეგვეშინდეს, ჩვენით გავიდეთ, თვითონ ასე ვთქვა, თავის გასაკეთებელი ჩვენ გავაკეთეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ არ გვაშინებს და ჩვენი ნებით უნივერსიტეტის კედლებს არ გავთხოვთ. თესეუს სტუდენტი, ეკონომიკის პირველ კურსელი, არჩი გოჩიტაშვილი. დღეს კიდევ მინდა განახოთ თუ როგორი არის თესეუს საპროტესტო დღეები. გამარჯობა. ხალხო, მე ვარ ნიკოლოზი, მოკლედ. მე ვარ თაკო გვილია, სეუს მეოთხე კურსის სტუდენტი, მეც ასევე მაქვს დაკავებული აუდიტორია 304. ჩვენ ვითხოვთ ახალ სამართლიან არჩევნებს და უკანონო დაკავებულების გათავისუფლებას, რომელთა რიგებში არის არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენი ასე ვთქვათ თესეუს სტუდენტები და ასე შემდეგ. ნუ. ვიღუცებთ. აქვს საუზმობთ. ძალებს ვიკრებთ და ნელ-ნელა შევდგებით ჩვენი დღის გეგმის განხორციელებას. როგორი შემართებით ხართ ბატონო არჩილ? რომელიც არის უკანონო დაჭერილი პატიმარი. წერთ დაპატიმრებული ადამიანების სახელებს და გვარებს პლაკატზე, რომელსაც გავაკრავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში. ხა გაიღვიძეთ ასო. როგორ გძნობთ? ძალიან კარგად, მაგრამ ყველა ლექტორი ვინც შემოვიდა, ყველა გავიგეს ერთად. წერა ვიბაღლე, ცოტა ხმაური იყო, მაგრამ ანუ რას ვთქვი ხა? ეგრე არა, ცხოვრება მოვიდა. ეხლა გაჩვენებს ზოგადად როგორ ვიღვიძებთ და თუ გაინტერესებს. ავდექით, თითქმის ყველა თითქმის და ვალაგებთ. მალე წება სწავლა და ამავდროულად ხმელსევა. ახლა უკვე რაღაცნაირად სახლი არ გგონიათ. სახლში მგონია თავი. ანუ უკვე მაქვს თბილისში ჯაგრისი, ასე შემდეგ. ნელ-ნელა უკვე გამოვიმუშავე საზოგადოებრივ ადგილას. საზოგადოებრივ რა ხა 10 ადამიანთან ერთად არის შესაძლებელია მგონი და თალეებზე. მაგრამ მეძინა. წავედი სახლში და დაუბრუნდები, გავწესრიგდები, მოვყოჩარდები, გამოსასვლელ ტრანსპორტს გამოვცვლი. მიდი, კარგად ეყავით. ნახვამდის, კარგი. ესეთი არის აკადემია, მაშინ როდესაც არავინ არ არის და რაღაც უკვე მიქცა ძალიან მშობლიურ ხედად, რა უცნაური არა. აი აქ ზიარ ხოლმე და ცოტა შეაწერა ვარან ძალიან გადავიხდება ხოლმე ბევრი ხალხთან კომუნიკაციით და რაღაცებით აქ მოვდივარ ხოლმე და ვჭდები და დილასაც აქ ვიკეთებ ხოლმე რაღაცა ლეკის და ცებს ვაკეთებ და ეხლა ცოტა მივხვდებ ჭერტოს და დაგი ბრუნდები. აი ერთი დღის გამოტოვებით რჩევი ხოლმე. ორ დღეს ვერ ვაბაღოში მეძინა. ანუ იმიტომ კი არა რაღაც პროტო დედამე ნატრად. ოჯახი და რაღაც
ჩამოხსენე დავკიდე. რატო ჩამოხსენი ბიჭო, რატო? და ეს სავალდებულო. რატო ჩამოხსენი? 6 ტონ კიდე ხვალ. რატო ჩამოხსენი? არ მსიამოვნებს მსგავს რაღაც ვიში. შენი ხარ, შენ სიამოვნებაზე ვერ ვიყავ. აბა ვინა ვარ მითხარი აბა. ხო გახართ გააპროტესტეს თქვენთვის ან ვარავინ შევხვდით. ჩვენთვის აპროტესტე. არავინ არ გიშ. ბანერის გადმოგიტანეთ. რას არ გვიშლი ბიჭო გვიხდი გადმოგიტანეთ მანქანიდან რას არ გვიშლი. რამდენი კამერა. ის ბიჭი სტუდენტია ბიჭო. სტუდენტია შეგაკასე. ის ბიჭი სტუდენტია და ვარსკვლავსწავლა უნდა ბიჭო. გეთხრება როგორ არ მსიამოვნებს. ის ბიჭი სტუდენტია. პოლიტიკური სახეც აქვს. პოლიტიკური სახე აქვს შანო გაზეთებს არიგებ ბიჭო ქართული ოცნების მაგას. ნაციონალ მაინც არის. ვიღა შეგნით ქონდა სამი ბანერი გადმოკიდებული რომელიც ერთ კვირაზე მეტია უკვე შეგნით არის ერთი ბანერი რომელიც გადმოვკიდეთ ჩამოგვიხსნეს დაცვამ მაგაზე გითხრა რომ ნუ ვინაობა ვერ გარკვეს თუ ასე შემდეგ ნუ რა მნიშვნელობა აქვს მაგას მაგის შემდეგ სამი ბანერი გადმოვკიდეთ წევრში რომელიც ერთ კვირაზე მეტი ეკიდა სადღაც 9 საათის წინ გაქრა ბანერები ახლა არის 7:03 წუთი. ძალიან ცივა ყინავს. რამდენი პლეტი გვაფარია? 0 გრადუს სიცივეში, ყინვაში. 1 2 3 4 5 თაკო გეძინება? კიდე მცივა უფრო ვასეცი ჯერ არ მიგწნია. ერთ საათში წელს უნივერსიტეტი ხსნება. მეტია მალე გათენდება და მზე გამოვარო ცოტა გავთქვით მაინც. დავესწრებოდი ლექციებს, შემდეგ რა თქმა უნდა გაუარესდა, იმიტომ რომ მთელი ღამე რო არ გძინავს და რუსთავოზე რო დგახარ და მე თან მე დილით გქონდა ჩანიშნული ლექციები, რომ მიხვიდე, აი თავი არ გქონდა თან სწავლისთვისაც ხო დრო გჭირდება, მაგრამ ახლა მაინც ყველანაირად ვცდილობ, რომ განათლება მივიღო, იმიტომ რომ ეს ჩემთვის არის საჭირო და არ მინდა როგორც ჩვენი პრეზიდენტი უდიპლომო ვიყო. საერთოდ რთული არართული არ არის აქ ამბავი რა ჩვენ ისეთი რაღაცისთვის გვიწევს ბრძოლა ამისთვის ადამიანები ანუ ტანკებმა გადაუარეს და დახვრიტეს და ასე შემდეგ ჩვენ არ ვფიქრობთ რომ რაღაცა ამით ვიღაცის თვალში გმირებად გამოჩნდეთ მაგას ხო არავინ არ ფიქრობს რომ ჩვენ ამით გმირობას ვაკეთებთ რაღაც უბრალოდ ჩვენთვის ამ წუთში ეს არის ყველაზე მაქსიმუმი ფორმა რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ და მეგობრებო მოკლედ მე ვკითხო კამუს ამბოხებულ ადამიანს და აქ არის ერთი მომენტი და ეგ მინდა რომ წაიკითხოთ ამბოხებული ბოლომდე მიდის და საბოლოო განადგურებაზეც თანახმა თუ კი იმ ერთადერთ ღვთიურ წყალობასაც დაკარგავს რაც მისთვის არის თავისუფლება უმჯობესია ფეხზე მდგარი მოკვდა ვიდრე დაჩოქელმა იცხოვრო ფიქრობ ძალიან კაი სიტყვებია ჩვენ დავიბადეთ თავისუფლებისთვის და ეს თაობა ჩემი თაობა ჩვენი თაობა არის თავისუფლებისთვის დაბადებული და სურს თავისუფლება და უნდა მივაღწიოთ ამ ყველაფერს აუცილებლად. სხვა გზა არ არის. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის. რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ლევანის დაბადების მადლობა. არა, სურვილი სერიოზულია. რატო? ის რატო? მოდი გადმოგიყვანოთ. კიდე ანთესტო რა გიწია? პრაგულგაზე არის. აი 1000 რაღაცა წადეს. ლეიბები არ შეგვატანიეს, შუქი ჩაგვიქრეს, გარეთ გამოყარს, მაინც აკორდა, ანუ რა გავუხდა ამკაც ამხელა. ის რა დაგვიწერა, რა ქვია, შემოვე არ ვიცი რა, აი არც წამიკითხავს ხალხო, ან დებილობა თავიდან ბოლომდე რაც წერია მაგ განცხადებაში და მაგის დაწერა 3 სიტყვა დაეწერა. თან, ყველა უნივერსიტეტში რა შენობები ხდება? ყველა უნივერსიტეტში. ხო, იმას არის ჩაიერიაში სად არა, თესევში ერთ ჩატეტის რაღაც არის? ხო, თესევში საშინელებები. თესევში ხა თესევში პირდაპირ პოლიცია მოყვა და პირდაპირ თესევში რა მოხდა? ის პირველად, აი სულ პირველად რომ დაიწყო ეს ამბები.
მარტო აი 10 კაცი ვიყავ დესკრიფციები, არაფერი, უბრალოდ შეგხვდა რომ ესეში პოლიცია როდის მომიყვანეს? ყოველთვის. აი ყოველთვის. ის არა, გამეთქომელი. ჯერ არა, მაგრამ შეგვიძლია ჩაი ყავა და არა, მადლობა. აი, კარგად. არა. შეგვიძლია შემოხთავაზო. არა. თუ რამე პირიქით მოიწეროთ ხოლმე და თუ რამე მადლობა ძალიან. მადლობა დიდი. საერთო საქმე არის და ძალიან მნიშვნელოვანია. ვარ ხო? დღეს არის 21 იანვარი, ჩვენი პროტესტის მე-9 დღე. დღეს ჩვენს ბანერს აი ამ ერთ ბანერს შეემატება, მეორეც შენ გარეშე არ გამოვა. ეს არის ჩვენი ფისო. დღის პირველ აქტივობას უნდა შევუდგეთ და ჯერ გადავწყვიტეთ, რომ მივირთვათ და მერე შევუდგეთ საქმეს. აქ ყავს ტასო, აქ ნანკა. როგორ დაიწყო დილანანკა? დააგერაჩის მოდის. დილომშვიდობისა ლუკა. როგორ გძნობ თავს? ძილის დროს რომ იმის გვერდი იდენტიფიცირება მოუნდეს, მაგით თუ გიდევთ რომ არ გაგაღვიძონ? ცოტა დარბევა რომ დაიწყოს და ეს მეორესაა ჩვენს რუსად. მოკლედ გადმოვინაცვლეთ 0 სართულზე საპირფარეშოში. მე ვარ ქეთევა გოგიჩაშვილი, გაფიცული ვარ, უკვე ძალიან დიდი ხანია. მე ვარ ჰუმანიტარი, თურქოლოგიის განხრით. ეტყობა ჩემს ქულების გრაფას, ჩემი ჩართულობა ამ საქმეში, მაგრამ როცა რაღაც ის გაკეთება გინდა და მიზნები გაქვს, იცი, გააზრებულიც მქონდა, რომ სხერყლის გაწევა მომიწევდა. ჯერ მოწევთ ვინმე თუ ვარ. არ შევაცხოთ. ესეთი უხერხული მომენტია ხოლმე ხანდახან. უნივერსიტეტის პერსონალი ან ისე სტუდენტები ლექციებს სემინარებზე მოსულები. ეს სტუდენტები ცოტა ისეთი ხდება, ხოლმე გაუწევული. აი ესე დილობით ჩამოვდივართ აქ და წიგებს თავს. არა მოდი რა ცხოვრება ეს. თანაც ცხოვრება გვაქვს ასე რას ვიზად. კიდე ვიღავი. მეტი არ ვინარა. შევესიეთ გოგოებით ეს. ვინმე ოყრიბე ლაშოვიდი. საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივობის დაიწყო. აჭარზე ვწერთ პატრონობაში მყოფი ადამიანების სახელებს და უნდა გადმოვკიდოთ თვალსაჩინო ადგილიდან და ხლოდ ხალხს შევახსენოთ ვინ არიან ახლა პატრონობაში, რისთვის არიან და როგორი ალოგიკური დრო უნდა მიესაჯოთ იდეაში და გაატარონ ციხეში და მოწყდნენ ყოველდღიურ ცხოვრებას, ოჯახს და მეგობრებს და ასე შემდეგ. ვიდეო ჩვენ თანამებრძოლებთან ილიაუნის უნივერსიტეტში. იმიტომ რომ იქ დაგვიტოვეს რაღაც ტკბილეული, რომ გამოვარდოთ და გავინაცვლოთ, რომ ყველანი უზრუნველყოფილი ვიყოთ საკვებით ელემენტარული. აი ეგ ძალიან კაი ყოფა იქ სიხასლეია. ძალიან ხვინო. ვაი, შემოკარგო. ეძინავასა. ჩაითო. ილიაუნის სტუდენტები არიან, რომელიც ასე ვთქვათ თესეუს გვერდში უდგან და თესეუს სხვა სტუდენტებს. ჩვენ ხო ერთად ვდგავართ, ერთმანეთის გვერდში. ილია is the best. ილიები. აი, ეს სტუდენტურ ასე ვთქვათ ერთობლივ აქტივობებზე რა აზრის ხარ და როგორ მოგწონთ ამ ბოლო დროს განვითარებული ესე ერთხმად მოქმედებები. პირველ რიგში გამარჯობა გულები ერთობას, მეობას, ჩვენი ერთობით კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ იმას, რომ ყველაფერი ან ძალა არის ჩვენში და შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი, რაც მოგესწრება და დაუმორჩილებულობა! ლაიფაკი, სულთან წყალი ვარ დავკარგოთ. მიგე. ლაიფაკი, სულთან წყალი ვარ დავკარგოთ. ჯერ ეს სულთები გადავწყვეტ ერთმანეთში. ამას შევინახავთ და რენდომად გავათამაშოთ კომენტარებში, თუ დააგონოთ ციფრი 1-დან 25-მდე. მე თავად შეხვედრე
თქვენ აქ რას აკეთებთ? ფულია. არა ნიში. მოკლედ იმასთან ერთად რომ ჩვენს კვებაზე ყოველდღურად ზრუნავენ, ესეთი თბილი მესიჯებითაც გვანებიურებენ. ესეც დაგვიწერე. ხო, ესეც დაგვიწერეს. მოკლედ აი რა ძალიან სასიამოვნოა და ყოველდღურად გომხნევებენ და ესეთი მესიჯები ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. ძალიან დიდ мотивაციას გვაძლევს. გამორჩეო ახლა. ესე მანიშნა რომ იცოდეთ. რაღაცა არ გეტყობათ თქვენ რომ თქვენ კრიზისში ხართ ახლა. რაღაცა არ გეტყობათ რომ ამ უნივერსიტეტში ახლა ჭირვეულობთ ხამის თევაზე. წყალიშოთის პურები, ხიზილობა ჩურჩხელები, ღვინით სავსეჭულები. არა, პირიქ, მადლობა თქვენ ძალიან. არა, აი აქეთ დავდგებით და ტაქს გამოვიდეთ. მადლობა ძალიან დიდი, გემრიელია ყველაფერი. და ძალიან საყვარლობაა ყველაფერი. შუავაც მოვა. მადლობა ძალიან. მიყვარხარ, კარგად. ეხლა არის 4:09 და მოგახსენებთ რა გავაკეთეთ 4:09-მდე. ესე იგი, გავიღვიძეთ, დავუვაგდით მოვაწესრიგეთ აქაურობა. შემდეგ უკვე გადავედით ძალიან მნიშვნელოვან ამბავზე. დავჭერით და დავხაზეთ ჩვენი შემდეგი პერფორმანსის ატრიბუტი მთავარი. შემდეგ ჩავწერეთ ინტერვიუები, ყველა ჩვენი პატარა საქმე დავაკეთეთ, ცოტა დავხატეთ, ცოტა დავწერეთ, მომამზადეთ. ჩვენმა მამამარჩენელმა და ჩვენმა მამასახლის მარჩენმა გავიკეთა მაგიდა და ოფიციალური სამზარეულო გვაქვს უკვე. ესეთი უსაყვარლესი მაგიდა გვაქვს, რომელზეც ჩვენი წითელქუდა სპეციალური სენდვიჩებია. ესეც აი სამოკიდანა. ლექსი გითხარი. წითელი ვარშლი გაკორდა. სტუდენტობა ევროკავშირში გარბოდა. თამაშობენ? ჯოკერს რასიებია? ჯოკერს თამაშობთ. ნაციონალისტების მისახმა ისინი ამოწერე. აი ნაციონალებს აქვთ 6.2%. რომ გითხრათ რა საკეთებთ? საიტზე შევდივარ რომ რეფერატი გავაგზავნო. რომ ქულები დავაგროვო და როგორმე გამოსწორე. იმიტომ რომ არ დავდიოდი. კაპიცის გამო. ახლა წერთ ნამდვილ განსაკუთრებით სტრუქტურად key point-ებს ვყოლობ, სადაც არ ვითანხმებით ამ პერსონაჟს. 26 ოქტომბერს დილას რო გავდიოდი სახლიდან, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ აქ აღმოჩნდებოდი. მინიმუმ არ წარმოვიდგენდი იმ კედელს, სადაც ამდენი უკანოდ დაჭერილი ადამიანია. რას ეტყოდი რეჟიმის პატიმრებს? თქვენთან ერთად გავართ. პირველ რიგში ვუცხადებ სოლიდარობას. გელოდებით რომ მალე გავიყიდეთ. მინდა ვთქვა რომ თქვენ ხართ მიზეზი, რატომაც მე აქ ვათენებ ღამეებს. ზვიადის დამსახურება იყო რომ ეს პროტესტი სტუდენტებში გადმოვიდა მგონია, იმიტომ რომ პირველად ზვიადისთან ერთად შემოვიდით უნივერსიტეტში და მე მგონია რომ პირველ რიგში ამაყი არის იმით რომ სტუდენტებმა გავაგრძელოთ ის საქმიანობა, რასაც თავიდანვე ვაკეთებდით და ზვიადმა დაიწყო და ვიცი რომ მალე შემოგვიერთდება და ერთად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში. რომელ ბალში? სპაიდერმენის. წავედი. გასწრა მომდევნო ეკით რომ აქ მოვიდეს და გავუხებგა. კი ბატონო, მადლობა. დიდი მადლობა. შალფი, შენ დღეს ხარ პირველად მოსული და აბა მოგვიყევი ახლა. რას ფიქრობ, როგორ ფიქრობ? ვხედავთ იმას, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და შემდეგაც ასე ღიად არსებობს ამ ყველაფერზე და ჩვენ პოზიციას ვერ გამოხატავს, საჭიროა რომ ჩვენ გამოხატოთ ჩვენი პოზიცია და დავანახოთ ხალხს, რომ ჩვენ უდგავართ გვერდში როგორც სტუდენტები და სამხატვრო აკადემია. რატომ ხარ? ჩვენი უკვე თასი მომავალისთვის. აქ იმიტომ რომ მარტივად გადავჭით ჩვენ რომ არ დაგვიჭირდეს სიტყვაზე, მაგრამ ისეთი განსხვავება რომ მაინც დაჭერით. ვართ ახლა ერთ-ერთ აუდიტორიაში ვაყენებთ ირაკლი მიმინოშვილის ფოტოს. გარეკა აუდიტორია მზად არის. წავედით. გონია რომ ირაკლის ციხიდან ძალიან მალე გამოვიყვანს და ირაკლის ციხიდან რომ გამოვა უნივერსიტეტში დაბრუნების სურვილი უნდა გქონდეს და ამ უნივერსიტეტში მოსვლის სურვილი უნდა გქონდეს და ეგ სურვილი ირაკლის ჩვენ უნდა შეუნარჩუნოთ. ირაკლიმ უნდა იცოდეს რომ გარეთ ზურგი ყავს ჩვენი სახით რა. გოგშალ, რასაც ყვდი იმ ადამიანებს, რომლებიც არ გვიერთდებიან ამ პროტესტში, ჯერჯერობით არ გვიერთდებიან, ან საერთოდ არ აპირებენ შემოერთებას. არ გვიერთდებიანზე მეტად უფრო არის რომ ვერ შვებიან ამ ბაბავს რა. იმიტომ რომ ზოგადად რთული არის კომფორტის ზონიდან გამოხვიდე, რთული არის დეზინფორმაციის ტყვეობიდან გამოხვიდე, ჩვენს გვეშინია, ჩვენს ღამე ვერ გვეძინება.
და ჩვენც მათსავით გვიყვარს ეს ქვეყანა და თუ გავერთიანდებით, თუ ვიდგებით ერთ პოზიციაზე მყარად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ გავიმაგრებთ სახელმწიფოს. რას გინდათ რომ მიაღწიოთ? აი ესენი გათავისუფლონ და თავიანთი რაც გააკეთეს უკვე მადლობა და წავიდნენ. აი ეს არის ჩემი მოთხოვნა. But it's a bit of a